ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად მოხსენება დეზინფორმაციასთან ერთად დემოკრატიული ინსტიტუტების უარყოფა. დემოკრატიის არაღიარების მიზანი კი ექსტრემიზმისთვის იდეოლოგიური ბაზის შექმნა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. ესტონეთში რეგისტრირებული NGO-ს საერთაშორისო გამჭოლობა საქართველოს ყველაზე დიდი დაფინანსება ევროკომისიისა და შვედეთის ბიუჯეტიდან აქვს. საგანგაშოა, რომ ევროკავშირისა და შვედეთის საელჩოები არ რეაგირებენ მათი მოქალაქეების ფულით ექსტრემიზმის დახალისებაზე. პასუხისმგებლიანი დონორობა არა არჩევანი, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებაა, რომელიც დახმარების ეფექტიანობის შესახებ პარიზის დეკლარაციით არის გამყარებული. მისი დარღვევა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევა. სპეკულაციის გამოსარიცხად აქვე ვიტყვი, რომ ეს არც სუდად საუბარიან თავდასხმა, არამედ ლეგიტიმური კრიტიკაა, რომელსაც პასუხი სჭირდება, წერს შალვა პაპუაშვილი. Absolutely მეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, ეს არის მცდელობა საზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც, მათ შორის მოხდეს იმ საკითხებზე აპელირება და ყურადღების გამახვილება, რომელიც კიდევ ერთხელ სრულად არის დაცდილი ყოველგვარი არგუმენტაციით. ყველა ვინც აფინანსებს აი მსგავს ანტისახელმწიფოებრივ და ტყუილის კამპანიებს, ბუნებრივია, რომ იმ ხალხთან ერთად ვინც აჟღერებს ასეთ მესიჯებს, პასუხი უნდა აგონოს პირველ რიგში და რა თქმა უნდა გულისხმობ დონორებს, გულისხმობ საელჩოებს, გულისხმობ იმ წყაროებს დაფინანსების, საიდანაც რადიკალები იღებენ შესაბამის ფინანსირებას. კაცილებით უფრო მძიმეა ვითარება, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ეგონოთ იმ პროპაგანდისტებს განსაკუთრებით, რომელიც ცდილობენ რომ ეს საინფორმაციო PR-ი ჩაკეტონ რაღაც საქართველოს მასშტაბში, მაგრამ გავიხედოთ რა ხდება მსოფლიოში და ადვილად დავასკვნით, რომ აი ამ განცხადებას, რაც გააკეთა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, არა აქ მხოლოდ ერთი ორგანიზაციის მხარდაჭერა, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა, მოდის იმ ქვეყნებიდან, ვინც უპირველეს ყოვლისა ვალდებულები არიან იცავდნენ იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირში არის დამკვიდრებული და აუცილებელი.